არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი წარმოსთქვამს მისი უწმიდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს მოусმინოთ მას. საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო ღირსნო მოძღვარნო დიაკონნო ბერმონაზონნო ყოველნო საეროვნო დასნო კვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებო ძვირფასო თანამემამულენო ნუ გეშინიათ აჰამე გახარებდით სიხარულს რომლითაც იხარებს მთელი ხალხი რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი რომელიც არის ქრისტე უფალი 2014 და უწყება ეხლა მსოფლიოს ეს საოცარი ამბავი და ეფინება უფლის უსხეულო ძალთა საგალობელი დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება ანგელოსთა დასი წყემსები მოგვები და მათთან ერთად ჩვენც მადლიერებითა და მოკრძალებით კვლავ წარმოვთქვამთ ღმერთთან შერიგების მშვიდობისა და ბედნიერების მომტან დიდებულ სიტყვებს რამდენი ხალია ელოდა ამ ზეიმს ადამის მოდგმა რამდენი საუკუნე გაიგლია იმ ჟამზე ნატრით რამდენი წმინდა და ღვთისმსათნო ადამიანი ლოცულობდა ამ დღისათვის ადამიდან მამამთავარ აბრაამამდე 20 თაობამ განლო აბრაამიდან დავითამდე 14-მა დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე 14-მა ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე კიდევ 14-მა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად აღმოფწყინდა წმინდა ქალწული ღვთისმშობელი მარიამი საზლო უფლისა ბედნიერია საქართველო რომ ქრისტეს შობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გქონდეს იმ პროცესებზე რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში მიმდინარეობს რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა. ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამომწვევები ჰქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგაგამოწვევებით. პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან მათი გაგებით ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტები ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად უღმერთობას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის. ასეთი აზროვნებისათვის სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს. ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად თუ ვინმე ჭუჭყიანი სამოსი აცვია და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. სხვასაც ასე ფიქრობს თუ არა. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია. სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია, ამდენად შეგვიძლია შენი სურვილისამებრ ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არ არსებულად. ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს, უნდა გამდნო წარსული ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს. ოღონდ შეფასებისას იგი აუცილებელი წესი უნდა იყოს დაცული, სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის უფლებები არ უნდა ერღვეოდეს, ეს კანონია. შედეგად კი ვიღებთ, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდს აქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა. შენი სიმართლე გაქვს, დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსაც დავიცავ. მე შენს უფლებას არ შევლახავ, შენს ჩემი უფლებები არ შელახო. დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომლის დამკვიდრების ცდილობაც არის დღეს. არჩევნის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს. არჩევნის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისთვის მოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია. მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდოლიბერალების მიერ შემოთავაზებული თავისუფლებას შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ფსევდოლიბერალური არჩევნის თავისუფლება ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს. ქრისტიანობა, ზოგადად რელიგიური აზროვნება, კი გვასწავლის, არ არის კარგი და რა მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია, მე პატივს ვცემ შენი არჩევნის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევას. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ისედაც ხომ ცხადია არჩევნის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისგან განსხვავებულ ფასეულობას შორის აკეთებ. თორემ მე ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება. ყოველივეს თავი და თავი კი არის ის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებას წარმოაჩინა. კვარცხლ ბეგზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტინქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა. მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა. ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ. დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისათვის მკვეთრად უარყოფით იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათი მიზნების განხორციელებისთვის ხდება კანონმდებლობის შეცვლა და სხვა. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია. ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემაზე ყურადღებას. კრიზისის მთავარ გამოვლინებას, სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრებას და ერთსესიანი წყვილებისათვის ბავშვი შულად აყვანის უფლებას მიან მინიჭების საშუალება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც ფაქტიურად ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია. საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც მისკენ ტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ არა ამ და ზემოთ აღნიშნული ფუნდამენტური საკითხებთან მიმართებაში. ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება. საქართველოს ეკლესია
მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას. რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა. ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პირობები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვით მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხარი დაუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას. საერთოდ ოჯახი არის ერის სახელმწიფო საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი მცირე ეკლესია. ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისთვის ცხოვრებას. ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამიანსა და ევას საკით მადლი კაცობრიობა, მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად ყველა ადამიანის მამა ამ სიტყვის ყველაზე სრული აბსოლუტური მნიშვნელობით არის თვითშემოქმედი. ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს მცირე ეკლესიად, მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთისმსნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ. შეგახსენეთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი, ისმინე ისრაელო და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში. ისმინე ისრაელო, ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, ჩააგონებდე შენ შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას, შეიბინიშნათ ხელზე და ტვიფრად შუბლზე, წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს. ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა განცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავითვისი. ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სურვილით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ის რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის ხელშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებული არსობის პურისა და ამასთან ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის. ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთისმსნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღსრულდეს უფლის ნებას, თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ მოქმედებაში მორჩილებას. ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთ სიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი. ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანია, უფლის ბაღია, რომელიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებლად. როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი. ჩვენი ახალგაზრდები კი სამწუხაროდ მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს. თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები, ეგრეთ წოდებული პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის სექსში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას. ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ასე შემდეგ. ჰუმანისტები მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.
ამასთან მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ მისი გაკეთება შესაძლებელია უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო. მიზანი ამართლებს საშუალებას. ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის. მაგალითად, ფაშისტებს ჰქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი, განაეც მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობა ჯანსაღი ნაწილი მეტად იყო დაცული, თუ შეიძლება ვინმე გაამართლოს შიცით დაავადებულების სიცოცხლის მოსწრაფება. განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უხთოდ დაჩეხელი სხეულების აჩრდილები დადიან. და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს არაოფიციალური მონაცემებით მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩნეველი ჯერჯერობით არავინ არის. შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც კი რომ გაიზარდოს, მუსლად ყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფრით შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა. ის რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი აღარაფერს ვამბობ ადამიანებზე, ცხადზღე ცხადია, აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები, მაგალითად ამინომჟავები მიიღეს, შეჯვარდა და შეაერთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი. ხოლო თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთის სოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის? ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლის შემძლენი ვართ. სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს, მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ. იობის წიგნშიც იგივე აზრია, სიცოცხლე უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. ამიტომ არავითარი უფლება არ გვაქვს ხელმყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს დაისჯება. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტია. მე მინდა დავლოცო ჩვენ სამშობლოში და მის ფარგლებ გარეთ ცხოვრები ყველა ქართველი ოჯახი. ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებ ფისადნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა. ამასთან ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ჩვენ სამწყსოს 4 და მეტი შული შეძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ. მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა, რომელიც წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომას და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონვე მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა. მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის ხვისთვის განაწილებას. ვისაც 3 ან მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე შვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს რა ითამი ავნოს მას. მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ეს ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდება თავიდან. მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ასე შემდეგ.
ანუ შულთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში მეზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის განმრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდას დაემატება, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რადგან ბიბლია ბრძანებს, ქალი შულთა სიმრავლით ცხონდებაო. ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს, სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მოქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ჰყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ. მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფეველის დამკვიდრების მომზადებად იქცეს. სასურველია ბავშვის აყვანაც, ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ. ან ქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მწრაფმავალი. დრო კი რომელშიც ცხოვრობთ წრიულია, განმეორებადი. ამავე დროს სწორხაზოვანი, მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. ამასთან სხვადასხვა ქმელებისათვის ყოფნის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია. ზოგისათვის რამდენიმე საათი, ზოგისთვის რამდენიმე დღე, სხვისთვის წლები, საუკუნეები და საერთოდ ათასწლეულები. სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა, აი როგორ მიმართავს ნეტარი ავგუსტინე უფალს. შენ ახარ დროის შემოქმედი, არ არსებობს დრო შენი თანა მარადისი, რომ იყოს რადგან შენ წაროვალი ხარ, ხოლო დრო და წაროვალი იყოს, დროს აღარ იქნებოდა იგი. სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები წმინდა დროდ მოიხსენიებენ. იგი სხვა სახისა იყო, და იქ არც ადამი, არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ. პირველი ადამიანები მოაკლდნენ და ცხოვრების ხის ნაკობს, ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას. დაკნიდნენ, მათი აზროვნების წესით შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისკენ კვლავ დარჩა. ამიტომაც ადამიანი გაორდა მისი ამ ქვეყნიური დროს. ლიტურგიკული დროით იგი კვლავ უკავშირდება ღმერთს, ხოლო ყოფითი დრო მოიცავს ცხოვრებას. ცხოვრების იმ ნაწილს, რადგან ბიბლიაში წერია, ამავება ამავებათა და ყოველივე ამაუარს. დროის გაყოფა ყველაზე რეალური სახით მოხდა პირველი მსხლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაენმა უფლის ძღვენი ამ პარტავნების სულით გაიგო, ხოლო აბელმა გულწრფელი უშურველი სიყვარული. კაენის შური შულში გადაიზარდა, აბელის მოკლით კი მასში მიწიერი და ეგოისტური სული იმდენად გაძლიერდა, რომ ღვთის პირისაგან თავისი ნებით საბოლოოდ მიეფარა და აღარ უნდოდა უფალთან ურთიერთობა. ამით დასრულდა მისი ლიტურგიკული დროც, რამაც მხოლოდ მიწიერი ყოფის სურვილი გაუღვივა და გამოიწვია სიკვდილისადმი ძრწოლა, ანუ შემოქმედან შეხვედრის შიში. ზოგადად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ. აბელს კი მართალია ამ ქვეყნიური ყოფა წაერთვა, მაგრამ მისი ლიტურგიკული დრო მომავალი მარადიული ნეტარი ცხოვრების საწყისად იქცა. დედამიწაზე კი მისი გზდა სეითმა, მისმა მოდმამ გააგრძელეს. რას ნიშნავს ჩვენთვის ქრისტიანთათვის ლიტურგიკული დროის ცხოვრება? თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, წუთის სოფელში აწმყო ფაქტიურად არ არსებობს. ის რასაც აწმყოს ვარქმევთ, იმ წამსვე იქცევა წარსულად. ასე რომ ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიმყოფებით. მარადისობაში კი მუდმივი აწმყოა, იქ წარსული და მომავალი არ არსებობს. და თუ გსურს სწორად ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენს წარმავალ დროში მარადიულობა შემოვიყვანოთ და დრო მოძრავ მარადისობად ვაქციოთ. ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულდება, ამიტომაც კარგავს აქ დრო თავის ძირითად ფიზიკურ თვისებებს, შეუქცევადობას და სწორხაზოვნებას, რაც საეკლესიო დღესასწაულთა განმეორადობით, წრიული მდინარეებითა და მათი განმაახლებელი მოქმედებითაა განპირობებული. ჩვენ აქ
მუდმივად ხვდებით თანამონაწილე სამყაროს შექმნისა და მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ეპოქის მაცხოვრე და მისი მოწაფეების წმინდანების ცხოვრებას. საერთოდ ადამიანისა და სამყაროს ხსნის შესახებ საღვთო განგებულების ისტორიის. ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს. კვირა საღვთისმსახურო ციკლის ცენტრს ქრისტეს აღდგომას წარმოადგენს. ორშაბათი ზოგადად ანგელოზთა დღეა. სამშაბათი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი ჯვრის, ხუთშაბათი წმინდა ნიკოლოზის, პარასკევი ჯვარცმის, შაბათი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდათა მოციქულების. წლის ციკლის ფორმირებაც ყოველ რიგში აღდგომას უკავშირდება და მას პასექის დღესასწაული განაპირობებს. ამასთან არის უძრავი და მოძრავი უმნიშვნელოვანესი დღეები, რომლებიც უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, მოციქულთა და წმინდანების სახელს უკავშირდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროის ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, თუ რა არის უფლის შეწევნა. ჩვენ ვერ შევდებით ვერც სუნთქვას, ვერც სიარულს, ვერც აზროვნებას და რაიმე საქმის გაკეთებას, გარშემომყოფთა საერთოდ სამყაროს აღქმას, ვერ მოვიპოვებდით სიკეთეს, საკვებს, ჩასაცმელს, საცხოვრებელს, ვერ შევქმნიდით კულტურას, ვერც მეცნიერულ აღმოჩენებს გავაკეთებდით. ანუ უნდა დავინახოთ, რომ ყოველივე უფლის ნებით მოგვეცა, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ. ღვთის მადლიერნი და მისი თანაშემოქმედი გავხეთ და არა მოწინააღმდეგენი, თუმცა არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. თუ მაგალითად ჩემ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ სულისკვეთებით, რომ მიყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, საერთოდ მოყვასი, ასწავლის შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას, დაადულად შერიგებას, გასცდელში მყოფთადმი დახმარებას, უფროსებისადმი პატივისცემას, ბუნებას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვას, ღრმა აზროვნების სიყვარულს და შენს, თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობა და მარადიულობით არის გამსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისადნო აზროვნებას ამკვიდრებ. თუ შენ დამლაგებელი ხარ და ყოველდღე პატიოსთან და სიყვარულით აკეთებ შენ საქმეს, არ აგვიანებ სამსახურში, ეხმარები მოყვას, მადლობ ღმერთს არსობის ფურისათვის, არ ივიწყებ სულიერ ცხოვრებას და უფლის მცნებებს, შინ და გარეთ კეთილი დამოკიდებულებების დამკვიდრებას უწყობ ხელს, შენ ლიტურგიკული დროით ცხოვრობ. თუ დიასახლისი ხარ და შულებზე ზრუნვას გირჩევნია სამსახური კონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის ხვის სიმსხვერპლად გაწირვა. თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდის შვილებს, არასწავლით მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები. ურთიერთ სიმძიმე იტვირთე და ესრე დაღასრულეთ ჯულიგი ქრისტესი, ბრძანებს მოციქული. ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს. მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოთხრობილი ერთი ამბავი. იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც ხვისი ცხოვრების დანახვის უნარი მიეცა. და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცხოვრებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისთვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მონუსაკვედურა, როგორ გააბრუნე, ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავე მისი ბოლო იმედი. ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს თხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ჰქონოდა. გულწრფელი სინანულისთვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და ერთხელად, როდესაც მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო. არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონისათვის და მის დანაშაულობებს ამბობდა.
მას პინძელი სასულიერო კვირით ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ფისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არ აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცნი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც ღვთის მადლით თანდათან იწყებს შემოbrunებას. ღმერთმა ჩვენც მოგცეს ძალა ამგვარი წესით ცხოვრებისა. მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ჩვენ წინაშე არსებული მრავალი დიდი პრობლემისა, საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღვთისმადიდებელი სული მუდამ იზეიმებს ჩვენ ქვეყანაში. ქრისტეს ეკლესიის სამწყსო დღეს მოიწია დროის სისრულე. მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა. ასე რომ მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი ხართ, ხოლო თუ ძენი ხართ, მემკვიდრენიცა ხართ ღვთის მიერ. მას გიხაროდეთ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, იეზიდებო, უდინო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. გიხაროდეთ ყოველნო ღვთისმოყვარენო, დეს დავითის ქალაქში დაიბადა ჩვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. თქვენი ერთგულების ნიშნად ანთებული სანთლებით შევხვდეთ მას და იმედითა და სიყვარულით მივეგებოთ. მაგრამ თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ქრისტეს შობა 2013-2014 წლები. არქიდიაკონი